ადამიანის ფუნდამენტურ საკითხთან, ანუ სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, რომელიც რისკის ქვეშ დგას და ყველასი მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მიუხედავად მოსაზრებებისა, ტაქტიკურ სულებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც პარტიაში, ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე მთლიანად ოპოზიციაში, ყველას ვალია, რომ ეს ტრაგედია არ დაუშვათ და მოხარული ვარ, რომ სრული ერთობა ამ საკითხის გარშემო არსებობს. როგორც პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც მთავარ მეინსტრიმულ პარტიაში, ასევე მთლიანად დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებს შორის. მინდა მადლობა გადაუხადო ზურას, გიორგის, ელენეს დღევანდელი შეხვედრისთვის და შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ესეც დღევანდელი შეხვედრაც იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ სადაც არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვერთიანდებით, ასე იყო წარსულში, ასე იქნება მომავალში და ასე არის აწყვოში და ვფიქრობ, ყველა ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ყველაფერი თუ როგორ განვითარდება პროცესები, თავიდან ბოლომდე იქნება დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე. იმიტომ რომ მარტივად დააყენა დღესასწაულში საკითხი ქართულმა ოცნებამ. მიხეილ სააკაშვილის როგორც ადამიანის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მან დააყენა ეს საკითხი დღესასწაულში, ანუ მისი თვის სიცოცხლის ართმევა თუ სიცოცხლის შენარჩუნება. როცა მთელი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება ქართულ მედიკოსებთან ერთად გეუბნება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იმ პირობებში, რა პირობებშიც მას ამყოფებენ მიუხედავად ცდელობისა, გულწრფელი ცდელობისა, ექიმების მხრიდან კლინიკალურ ვიამბეთში, მისი მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ერთადერთი გამოსავალი არ არსებობს, მეორე გამოსავალი არის, რაც შეიძლება სწრაფად მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუ ამ ყველაფერს თვალს არ უსწორებს, ანუ რეალობას თვალს არ უსწორებს ხელისუფლება, უნებრივია პროცესები ვეღარანაირად ვეღარ განვითარდება ისე როგორც ვითარდება დღეს. ვერაფერი ძველებურად ვეღარ დარჩება და საზოგადოების როლი ამ პროცესში, მათ შორის ოპოზიციური ძალების, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის, იქნება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. მე მჯერა, რომ ფინალი ამ ძალიან მძიმე პროცესს ექნება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის სასიკეთო. ვერ დარჩება ამ ყველაფრის წინაშე გულგრილი ვერც ერთი პატრიოტი საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ გაცდა უკვე დიდი ხანია ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი პარტიის, ან რამდენიმე ერთადაღებული ოპოზიციური პარტიის პრობლემას ეს საკითხი. მთლიანად საზოგადოების პრობლემა არის, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შენ გიკვდება პატიმრობაში და ტყვეობაში. ამას წინ აღუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობებით. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი მოუწოდებს უკვე რახანია ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ ხელისუფლებას და ბუნებრივია პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ამ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით და ამ გაგებით ეკისრება ხელისუფლებას, ამას ხედავენ საერთაშორისო მეგობრები, მაგრამ ფართო გაგებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე საზოგადოებას, ეკისრება ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, როგორი იქნება ამ სახელმწიფოს ბედი მომდენო 10 წლეულების განმავლობაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ რიგით მეორე საქართველოს პრეზიდენტის ყოლელობა, სიკვდილი, იქ სადაც შეიძლება ადამიანის გადარჩენა. და ჯერა, გულწრფელად ჯერა, ეს არ არის სურვილი, ჯერა, რომ ქართული საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს.